მოგესალმებით ჩემ პოდკასტში. მე ვარ ფიზიკური თერაპევტი მაგდა მომლაძე და ამ სივრცის წამყვანი. წლებია ყოველდღიურად მუშაობ ბავშვებთან, რომლებიც განვითარების სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დგანან, სხვადასხვა დიაგნოზებით. მაგალითად, როგორებიცაა ცერებრული დამბლა, სპინა ბიფიდა, დაუნის სინდრომი, აუტიზმი, განვითარების ეტაპების დაყოვნება, სხვადასხვა გენეტიკური სინდრომი. ამ წლების განმავლობაში მომისმენია ისტორიები სირთულეებზე, შიშზე, უიმედობაზე და იმედზე, პატარა და დიდ გამარჯვებებზე. მაგრამ ერთი რამ, რაც ჩვენ სფეროში დიდ პრობლემად რჩება, არის დრო, რომელსაც მშობლები კარგავენ დიაგნოზის გაგების შემდეგ, სანამ სწორ დახმარებას იპოვნიან. დროული გადამისამართება და სწორ სპეციალისტთან მოხვედრა ზოგჯერ ყველაფერს წყვეტს. უნდა გვახსოვდეს, რომ დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, როცა საქმე ბავშვის განვითარებას ეხება. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ როდესმე მსგავს პლატფორმაზე დავიწყებდი საუბარს. თუმცა, გამოცდილება მაჩვენა, რომ მნიშვნელოვანია ხმამაღლა ვისაუბროთ იმ ხარვეზების შესახებ, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით მშობლები და ჩვენ, თერაპევტები. დღეს საქართველოში ძალიან ბევრი სარეაბილიტაციო ცენტრია, სამწუხაროდ, მხოლოდ რამდენიმე ცენტრში ხდება ბენეფიციარის სწორი, ხარისხიანი, მაღალკვალიფიციური მომსახურება. როდესაც ვსაუბრობთ ცენტრების სიმრავლეზე, აქვე უნდა აღვნიშნოთ მათი სიმცირე რეგიონებში. ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ ძალიან ბევრი ბენეფიციარი ჩამოდის დედაქალაქში სერვისის მისაღებად, რაც ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამ ხარჯებს მათ არავინ არ უნასხაურებს. ამის გამო ბევრი ბენეფიციარი სერვისის მიღმა რჩება. სწორედ ამ ყველაფერმა გადამაწყვეტინა შემექმნა ეს სივრცე. ეს იქნება ადგილი, სადაც მშობლები, სპეციალისტები და ყველა ის ადამიანი, ვისაც შეხება აქვს ამ გზასთან, გულწრფელად გაგვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, რათა სხვა ნაკლები დრო დაკარგოს, ნაკლები შეცდომა დაუშვას და სწრაფად იპოვნოს ის, რაც მის შვილს ნამდვილად ჭირდება. ჯერა, რომ ერთი ადამიანის ისტორია შეიძლება მეორესთვის ძალის, იმედის, მოტივაციის წყარო გახდეს. ეს გადაცემა იქნება მათთვის, ვისაც ამის მოსმენა დღეს ყველაზე მეტად სჭირდება. დღეს ჩემი სტუმარია გვანცა, გამარჯობა. გვანცა იმ ქალებს შორისაა, რომლებმაც ცხოვრების ერთ ეტაპზე აღმოაჩინეს, რომ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობის აღება მარტო უწევს. ის მუშაობს, ძალიან წარმატებულია თავის სფეროში. ამავდროულად შვილი მარტო დაჰყავს თერაპიებზე. მთლიანად ჩართულია შიოს განვითარებაში. პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ დღეს აქ ხარ და მზად ხარ თქვენი ისტორია ჩვენ მსმენელს გაუზიაროთ. მოდი ყველაფერი დავიწყოთ თავიდან. გაგვაცანი უსაყვარლესი შიო. კიდევ ერთხელ მოგესალმები მაგდა. პირიქით მადლობა, რომ მომეცი საშუალება ამ წამოწყებაში მიმეღო მონაწილეობა. წარმატებებს გისურვებ და დარწმუნებული ვარ, რომ შენი მიზანი რაც არის, ამას აუცილებლად მიაღწევ და გამართლებს შენს იმედებს ეს პოდკასტი. მოდი დავიწყოთ სულ თავიდან. ჩემი შვილი შიო არის დღეს უკვე 7 წლის. დადის საჯარო სკოლაში. ყავს ასისტენტი, არაჩვეულებრივი მეგობრები, რა თქმა უნდა დადის ისევ თერაპიებზე. ეს რუტინა არ შეგვიწყვეტია 5 თვიდან. გახსოვს ალბათ მისი შენთან პირველი ვიზიტი. მეც რა თქმა უნდა არ დამავიწყდება არასდროს. ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა. სკოლა, თერაპიები, ცოტა დასვენება, მე ისევ თავიდან და ასე შემდეგ. ეხლა დავიწყოთ და თანდათან კითხვებს დაგისვავ. როგორი იყო ორსულობა და მშობიარობის პერიოდი? აი, აბსოლუტურად ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული და არაფრით განსხვავებული იმ ბოლო ეტაპამდე. ძალიან მშვიდი, არანაირი ნორმიდან გადასვლა ანალიზებში, გეგმიური ვიზიტები აბსოლუტურად თავის დროზე ყველაფერი და ნორმალური მიმდინარეობის ორსულობა მქონდა და ერთ-ერთ გეგმიურ ვიზიტზე სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ მქონდა მაღალი წნევა. აქედან დაიწყო ყველაფერი. ამ წნევას მე საერთოდ ვერ ვგრძნობდი და შეიძლება უფრო ადრეც მქონდა ეს მაღალი წნევები და სიმპტომი ეგრეთ წოდებული პრეეკლამსიის. ვეცდები, რომ გადაჭარბებული ტერმინოლოგიით არ დავტვირთო შენი დღევანდელი
ვიდეო, ასე ვთქვათ. მაგრამ ნუ ხო, ამის გარეშეც არ გამოვა და აღმოჩნდა ისე, რომ საჭირო იყო კლინიკაში ჩემი მოთავსება მოკლედ, იმიტომ რომ ესე მარტივად წნევის დაწევა ვერ მოხდა. მთელი 10 დღის განმავლობაში კლინიკის პირობებში ცდილობდნენ ექიმები რომ დაერეგულირებინათ როგორმე წნევა, იმ მიზნით რომ ორსულობის ვადა ცოტა გაზრდილიყო. ეს ხდება 32-დან 33 კვირამდე. თუმცა ნაყოფთან მაინც ყველაფერი რიგზე იყო, ჩემი ანალიზებიც მაინც ყველაფერი ნორმაში იყო, ანუ ეს პრეეკლამპსია დადგენილი რისგან იყო, არ არის. დაუდგენელი პრეეკლამპსია იყო. და საბოლოოდ გადაწყდა ის, რომ შიო უნდა დაბადებულიყო. საკეისრო კვეთით შიო 33 კვირასა და რამდენიმე დღეზე დაიბადა. არ ყოფილა პირველ საათებში რაიმე განსაკუთრებული გართულება, შიომ თავისით დამოუკიდებლად შეძლო სუნთქვა. დაიბადა ძალიან კარგი წონით იმ ვადაზე, რა ვადაზეც გაჩნდა. 2 და 400 იყო, კარგად მახსოვს ეს წონა. იმიტომ რომ ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც მე გავიგე, თურმე მისი მომავალი განვითარებისთვის. ნამდვილად ეგრეა. და ნუ აი საერთო ჯამში ეს ფაქტორები ის რომ იტირა, თავისით სუნთქავდა პირველი რამდენიმე საათი, კარგი წონა ჰქონდა, ეს დამაიმედებლად ჩანდა. თუმცა რამდენიმე საათში დაჭირდა მართვით სუნთქვაზე გადაყვანა და საბოლოო ჯამში ინკუბატორში მოთავსება თავიდანვე მოუწია, მაგრამ ინკუბატორში დაყო სადღაც 3 კვირა და ჯამში ნეონატალურ განყოფილებაში თვენახევარი. როდის გაიგე დიაგნოზი? დიაგნოზი აი ესე ერთბაშად და ერთი სიტყვით მე არ გამიგია და ალბათ ზუსტად ეს იყო განმაპირობებელი იმის, რომ აი რაღაც განსაკუთრებული ტრაგიზმითაც არ მიმიღია ეს ყველაფერი და რაღაც ესე ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ვიგებდი რაღაცებს და შესაბამისად დრო მეტი მქონდა რაღაცებთან შეგუების. პირველი რამაც ელდა გამოიწვია და იმართლა შოკი დამემართა იყო ის, რომ ერთ-ერთ ვიზიტზე როდესაც შიოს სანახავად მივედით ინკუბატორში და მერეც ნეონატალურ განყოფილებაში დღეში მხოლოდ ერთხელ გვაჩვენებდნენ მშობლებს იმ ბავშვებს, ვინც იქ იყვნენ მოთავსებული და სულ რამდენიმე წუთი, ნახევარი საათი და 40 წუთამდე და ერთ-ერთ მისვლაზე მეუბნება ექიმი, რომ შიოს აქვს თავის ტვინის დაზიანება. ეს უკვე იყო რაღაცა წარმოუდგენელი, მართლა შოკი დამემართა იმ დროს, აი ამივარდა რაღაცა უცარი ტირილი, იმიტომ რომ ნუ გასაგები იყო ეხლა თავის ტვინის დაზიანება, რასაც ნიშნავს, იქ უკვე აღარ მესმოდა რა ტიპის, როგორი, რას ველოდო, რას არ ველოდო, აი ძალიან ცუდად გავხდი. მაგრამ ნუ მე აი სადღაც შორიდან წამოვიდა ხმები და მე მომიახლოვდა, რომ არ არის ეს რაღაცა დასასრული, ასე რომ ვთქვათ. და რომ მე მომიწევდა ძალიან ბევრი და დაუღალავი შრომა იმისთვის, რომ რაღაც შედეგებამდე მივსულიყავით. თუმცა რას უნდა ველოდო, მაშინ მე ეს არ ვიცოდი. და ვერც ვერავინ მეუბნებოდა, რა შეიძლებოდა, რომ გამოსულიყო აქედან, იმიტომ რომ აი ასე ამიხსნეს სიტყვით. თავის ტვინი არის ისეთი ორგანო, რომელსაც აქვს ამოუწურავი რესურსი და თუ სწორად და ბევრს ვიმუშავებთ, მაშინ დაზიანებული უბნის პასუხისმგებლობა სხვაობანი აიღებს, შენც რამდენჯერ გითხოვს ეს ჩემთვის. და ამიტომ აი ჩამებეჭდა ტვინში, რომ ნუ აქედან რომ გავალთ, სხვა გზა არ გვაქვს და აი უნდა ჩავებათ რაღაც შრომაში. თუმცა მაგ ეტაპზეც ანუ აი რო ეს თერაპიები და ეს მუდმივი ბრძოლა და ასე შემდეგ, ეს ჯერ კიდე მაინც არ მქონდა წარმოდგენილი და დალაგებული თავში. იყო მომენტი, როცა საკუთარ თავს ეკითხებოდი, რატომ მე? კი, არ დავმალავ, რა თქმა უნდა იყო. ეხლაც არის ხოლმე და არც ისე იშვიათად, მაგრამ ნუ ამ დროის მანძილზე ის ვისწავლე, რომ უპასუხო კითხვებზე ფიქრით, ძალიან არ დავიღალო თავი, იმიტომ რომ აი თუ ჩაყევი ამ ფიქრებს, რომ აი ეს რატო, ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ან ეს რომ ესე ყოფილიყო, აი სადღაც ბოლოში მე უკვე გრძნობ, რომ თითქოს თავი უნდა აგიფეთქდეს რაღაც გულთან ერთად და მე უკვე ძალიან რთული ხდება მართლა საკუთარი თავის. რა იყო ყველაზე რთული პირველ თვეებში? პირველი რაც ყველაზე რთული იყო სამშობიაროდან მარტო წამოსვლა. ანუ ბავშვის გარეშე ამას გულისხმობ. აი ეს იყო ძალიან რთული, მით უმეტეს ისეთი პერიოდი იყო რაღაც წინა საახალწლო 31 დეკემბერს გამომწირეს სამშობიაროდან. შიო 28-ში დაიბადა და
აი სულ მეგონა რომ აი რამდენიმე დღე და შიოც წამოვა. აი რამდენიმე დღე და აი ერთი კვირაც და ნუ ეს გაგრძელდა თვენახევარი და მე ნუ რაღაცნაირად თითქოს იმ რუტინას ეჩვევი რომ აი გათენდება დილა, ეხა ის იმ 1 საათს ელოდები რომ იქ უნდა შეხვიდე. საშინელი ხმები ეხაც ჩავმესმის ამ აპარატების და რაღაც ამ ბავშვების ზოგი ტირის, ზოგი ვერ ტირის და მშობლების სახეები, ნუ ყოველთვის მახსენდება. ძალიან რთული ეგ იყო, პირველ ეტაპზე ეგ იყო ძალიან რთული და მე აი ყოველდღიური მოლოდინი იქ რო შეხვალ, ექიმი რას გეტყვის ახალს. რამე გაუარეს და თუ გაუმჯობეს და მე ელოდები აი ინკუბატორიდან როდის ამოიყვანენ და გადაიყვანენ იმ ოთახში, სადაც ამ ინკუბატორის გარეშე ყავთ ბავშვები, 2 ოთახი იყო. უბრალოდ ეს ერთი ოთახი იყო ცალკე, სადაც უკვე ინკუბატორის გარეშე ყავთ ბავშვები და აქ რამდენიმე ოთახი, სადაც უფრო და აი იმას ველოდებოდი, რომ ის ვიზის ოთახია იქ რომ გადაიყვანენ, მე უკვე მალე წავალთ და თან მე ის მოლოდინიც ძალიან რაღაცნაირად ელოდები იმას, რომ აი აქედან რომ გახვალ, უკვე შენებურად მოაგვარებ რაღაცებს, აღარ ხარ რაღაცებზე დამოკიდებული და მოკლედ პირველი გადალახვა ეს იყო. მოდი ახლა დავიწყოთ და თერაპიის გზას მივუყვეთ. ვინ მოგაწოდა ინფორმაცია, რომ შიოს თერაპიები სჭირდებოდა? ნევროლოგმა მოგცა რეკომენდაციაც, რჩევაც და ასე ვთქვათ, ისიც დამანახა, რომ ამის გარეშე არაფერი არ გამოვიდა. რამდენი თვის იყო მაშინ შიო? შიო იყო 5 თვის, როცა ჩვენ დავიწყეთ თერაპიები. პირველ ეტაპზე ფიზიკური თერაპიით დავიწყეთ, იმიტომ რომ ის რომ ვიცოდი თავიდანვე რომ დაზიანება ქონდა თავის ტვინის, უნდა ყოფილიყავი ძალიან ყურადღებით, იმიტომ რომ პირველ თვეებში შიოს აი აბსოლუტურად არაფერი არ ეტყობოდა თუ რამე რომ არ მწოდნოდა ის. შესაბამისად, აი პირველი ვიზიტიც მახსოვს ნევროლოგთან, აი ესე რაღაცა შერჩევით მასთან კი არ მივედით ექიმთან, ან ვეღარ ვითმენდი, იმდენად მჭირდებოდა ნევროლოგის აზრის მოსმენა ამაზე, რომ აი მივედით და ვინც დაგხვდა, თუმცა ძალიან კარგი ქალია, ახლა სახელი და გვარიც არ მახსენდება, შემიძლია კლინიკა დავასახელო. კი, როგორ შეგიძლია. ეს იყო იაშილში და აი ამ ქალმა რო გასინჯა, ესეთი რაღაც მითხრა, აი ციტირება შემიძლია დღემდე მახსოვს. მე რომ ახლა არ მომესმინა შიოს შავბნელი წარსული, არც ვიფიქრებდი რომ რამე ჭირსო. და რაღაცნაირად დამაიმედებლად ჟღერდა ეს მაშინ, მაგრამ როგორც გითხარი, ეს იყო თვენახევრის. მე მალევე გადავუღეთ MRT, იქ კიდე დამატებით რაღაცები გამოჩნდა და აი სულ ვიზიტებზე ვიყავით ნევროლოგთან, იმდენად პედიატრთან არა, როგორც ახალშობილებს. შეეფერებათ რამდენადაც ნევროლოგთან და ნევროლოგმა 5 თვის ხდებოდა ჯერ არ იყო, უკვე რომ გითხრა, რომ აუცილებლად უნდა დაგვეწყო თერაპიები. და რომ ეს იქნებოდა გრძელი გზა. გახსოვს თერაპიის პირველი დღე? კი, მახსოვს, მაგას რა დამავიწყებს. რა განცდები გქონდა? აი გული ბაგაბუგით მიცემ და ოღონდ აი არ ვიცი რატო, არც ის არ ვიცი იმ მომენტში რას ველოდებოდი, მაგრამ მართლა აი იმ პირველ შეხვედრას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის. ისიც კი მახსოვს რა გეცვა. მართლა? კი, ვარდისფერი მაისური გეცვა და აი მეორე სართულიდან ნევროლოგის ოთახიდან ჩავედით დაბლა შენთან და ის მატრასზე რო შიო დააწვინე და მაშინ შენი პირველი სიტყვებიც ეგ იყო, რომ სანერვიულო წინასწარ არ ღირს ნერვიულობად, მოკლედ და რომ ყველაფერი შეიძლება გამოვიდეს. და ასევე ის მახსოვს, რომ მითხარი, რომ ფუჭი იმედებიც არ უნდა დაისახო, მაგრამ აუცილებლად ყველაფერი უნდა ეცადო, რომ მიზანს მიაღწიო და აი იმის მერე დავიწყეთ და დაგვემატა. მხოლოდ ფიზიკურით აღარ შემოვფარგლულ ვართ მე უკვე. რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის თერაპევტთან ურთიერთობა და ნდობა? ძალიან მნიშვნელოვანია, წამყვანი როლი აქვს მართლა იმას, რომ თერაპევტი ყავდეს პროფესიონალთან ერთად ძალიან, როგორ თქვა, ადეკვატური, რომელიც გახდება შენი მეგობარიც, რიგ შემთხვევებში ოჯახის წევრიც და ყოველთვის მზად იქნება, რომ აი მარტო იმაში კი არ დაგეხმარო ეს რაც ბავშვს ჭირდება. მესმის, რომ შეიძლება ეს თერაპევტის მოვალეობა საერთოდ არ იყოს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანაში საერთოდ არ არის ორიენტირი იმაზე, რომ ბავშვის უკან დგას ოჯახი, მშობლები და ამ მშობლებსაც ჭირდებათ რესურსი და ამისთვის რაღაცა არის საჭირო, რომ გააკეთო, იმიტომ რომ
მუდმივად ერთი და იგივე რუტინაში როცა ხარ და არ იცი საბოლოოდ ფინიში რა იქნება, ძალიან ძნელია რომ ამას ფსიქოლოგიურად მყარად გაყვე ამ გზას. ამიტომ, რა ვიცი, ჩვენთან მართლა უდიდესი მადლობა თითოეულ თერაპევტს, რომელიც ამ გზაზე მშობლებს გვერდით უდგანან. შენ იქნები ეს თუ სხვა უამრავი, არ მინდა ეხლა ვინმე კონკრეტული დავასახელო, იმიტომ რომ შეიძლება ვინმე მართლა გამომრჩეს. ძალიან ბევრ ადამიანთან მოგვიწია ურთიერთობა ამ 7 წლის მანძილზე და ძალიან ბევრი გამოცდილება მივიღეთ. უმეტესად კარგი. ამაში ჩვენ მართლა გაგვიმართლა. მიხარია რომ ეგრეა. ხო. მე გამიგია მომისმენია, წამიკითხავს ისტორიები, როცა ცუდი გამოცდილებაც აქვთ, მაგრამ აუცილებლად უნდა აღნიშნო, რომ ჩვენ ამ კუთხით მართლა გვიმართლებს. არა მარტო თერაპევტებთან, სხვათა შორის. სკოლაშიც, ბაღშიც, შიოს ყავდა ყოველთვის, ანუ ეგ აქვს შიოს, ეგ იღბალი ნამდვილად დაყვარა საუკეთესო ადამიანებთან ხდება ყოველთვის. და იმედია რომ ბოლომდე ეგრე ვიქნებით. აუცილებლად მჯერა მაგის. რა გაძლევდა ძალას რომ არ დანებებულიყავი? ალბათ ის პატარ-პატარა ნაბიჯები პირველ რიგში, რასაც ეტაპობრივად ვხედავდი. სხვისთვის შეიძლება რთული შესამჩნევი ყოფილიყო და შეიძლება დღესაც ესეა, მაგრამ მე რომ ვიცი საიდან დავიწყეთ და სადამდე მოვედით, პირველ რიგში ალბათ ეს, როცა შედეგს ხედავ. მერე იმის გააზრება, რომ შიოს ჩემს გარდა ეხა ამ წუთას ამას ვერავინ სხვა ვერ გაუკეთებს და ის რომ ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რომ ამის გარეშე ის დამოუკიდებელი ვერ იქნება და თუ დამოუკიდებელი ვერ იქნება, მაშინ რა იქნება ჩემს მერე. აი კითხვა, რომელიც ალბათ ყველას აწუხებს, აბსოლუტურად ყველას, მარტო არატიპური განვითარების ბავშვებს, მშობლებს არა. ყველას ეგრეა. მაგრამ ჩვენ სხვა გზა გვაქვს გასავლელი და უფრო რთული დაღლისუფლებაც არ გვაქვს. ამიტომ, რა ვიცი, კომპლექსურად ალბათ ბევრი რაღაც რა. გახსოვს რა იყო პირველი პროგრესი, რამაც იმედი მოგცა? პირველი იყო, როცა დაჯდა დამოუკიდებლად შიო. ვიცი მახსოვს. ხო. რამდენი შრომა გავწიეთ მარტო მაგ ერთი რაღაცისთვის. და მე უკვე მაგაზი ავაგეთ ყველაფერი დანარჩენი, რომ დამჯდარიყო ისე, რომ აქედან ბალიში არ ქონოდა, იქიდან საყრდენი, იქიდან ხელი და არ გადავარდნილიყო არსად. თუმცა მაინც ყოველთვის მჯეროდა მაგის, რომ მაგას შეძლებდა, იმიტომ რომ თავის დაჭერა პატარა ასაკიდანვე იმდენად კარგად შეეძლო და მე ნევროლოგიც ამას ადასტურებდა, რომ მან ხო რაღაც ვადები არის, რომ ამოდაზე თუ თავს იჭერს, ესე იგი ამას უნდა ველოდოთ, ამოდაზე თუ დაჭდა, ესე იგი ეს და ხო. თქვენი აზრით, რა როლი ითამაშა ადრეულმა ჩარევამ შიოს განვითარებაში? ძალიან მნიშვნელოვანი და აი ეს ალბათ ყველასთვის გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო ადრე, მით უკეთესი შედეგი და მით უფრო სწრაფი შედეგი. ადრე ჩარევაც და ადრე მიღებაც ამ ყველაფრის და გააზრება, რომ აი სმენია ეხა და ხვდები ხშირად ესეთ მოსაზრებებს, რომ აბა დაველოდოთ, აბა ესე, აბა ისე, აბა შევხედოთ, აბა დავაკვირდეთ. კი, ამან გვიან დაიწყო, ესეც ასე დაიწყებს. არა. აუცილებელია, რომ აი მაქსიმალურად ადრე მოხდეს ჩარევაც, დიაგნოზის მიღებაც და ორ სპეციალისტთან მოხვედრა ყველაზე მნიშვნელოვანია. კი. და სწორი მოლოდინები რაც მთავარია. რომ მე იმედგაცრუებულიც არ დარჩე. კი. თუ იყო პერიოდი, როდესაც ვერ ხედავდი შედეგს? იმიტომ რომ ხშირია კი, არის. მაგალითად აი ეხლა ისეთი თვალსაჩინო და დიდი აღარ არის იმდენ ასაკთან ერთად ისეთი. კი, იმიტომ რომ პატარა ასაკში უფრო დიდი პროგრესი გვაქვს და უფრო მალე ვხედავთ შედეგს. და უფრო სწრაფად გადადიხარ ეტაპიდან ეტაპზე და ეხლა უფრო მით უმეტეს ასაკთან ერთად ხო ეცვლებათ თვითონაც ახლა ეს დამოკიდებულებები. ეხლა უფრო მეტ წინააღმდეგობასაც იწევს რაღაცეებში. ცოტა სიზარმაცეც წამოვიდა და შესაბამისად რაღაცეები ხელს უშლის, რა თქმა უნდა. თუმცა მანამდეც ალბათ ყოფილა რაღაც ისეთი პერიოდები, აი როცა ერთ ეტაპზე გავჩერებულად, კი მე მახსოვს ხელს უშლიდა აი კოვიდის მერე დაბრუნება ცენტრში. ეს იყო მისთვის, რა ვიცი, აი ძალიან დიდი რთული პერიოდი ნამდვილად, იმიტომ რომ აი
დაწყებიდან დასრულებამდე ტიროდა თუ გახსოვს ეგ მახსოვს, მომენტი, კი. აი ძლივს შეეგუა ისევ თავიდან ცენტრის გარემოს, თორე ნუ არც კოვიდის დროს არ გავჩერებულ ვართ, იგი გახსოვს. დისტანციური თერაპევტი ხო. თითქმის ყოველდღიურად გქონდა მაგ დროს ნამდვილად. ალბათ ყველა მშობელი უფრო სხვანაირად გავხდით თერაპევტები, ვიდრე ბევრად უფრო მანამდე. ჩართულები იყავით ჩემი აზრით მშობლები, ვიდრე მაქამდე, იმიტომ რომ ამ ყველაფერს, რასაც მივაკეთებდი, ამ შემთხვევაში გიწევდა, რომ ყველაფერი თვითონ შენ გაგეკეთებინა. კი. თუმცა მანამდეც სახლის პირობებშიც ვცდილობდით, მაგრამ ნამდვილად ეგრე ანუ იყო. აი ესე რომ რაღაცა გეგმიურად ამის მერე ყველა ეტაპი. ხო, ნუ რა თქმა უნდა, ეგ უფრო. როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე თქვენი? აი თავქუდ მოგლეჭილი, რასაც ქვია. უთენია იღვიძებს შიო. აი როგორც კი ინათებს ზამთარშიც და ზაფხულშიც ვდგებით, ვემზადებით, პირველი მივდივართ თერაპიებზე, ან სკოლაში გააჩნია. თუ სკოლის პერიოდია, ნუ გაკვეთილები ისე გვაქვს გადანაწილებული, რომ ხან გაკვეთილია ჯერ და მერე თერაპია ხან პირიქით. სკოლაში ჯერჯერობით სპეციალისტების გადაწყვეტილებით და შეფასებით მხოლოდ ერთ გაკვეთილს ესწრება. ცუდად არ გამოდის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ უამრავი რამ აქვს მოსასწრები სკოლის გარდაც, რაც მნიშვნელოვანია. თერაპიებს ჩვენ ორ ცენტრში გავდივართ და ამიტომ გზაში ძალიან დიდ დროს ვხარჯავთ და მანქანაზე ვართ ჩამოკიდებული, რასაც ქვია. მივდივართ ხან ფიზიკურზე, ხან სხვა თერაპიებზე, მე ვბრუნდებით სახლში, ნოემბრის მერე უკვე სხვა პროგრამაშიც ჩავერთეთ და იმ პროგრამის ფარგლებში არსებული თერაპიები უკვე დღის მეორე ნახევარში უწევს და მერე ისევ მიდის თერაპიებზე უკვე ჩემს გარეშე, ძიძასთან ერთად. დღის პირველ ნახევარს რო დავასრულებთ, მერე მე გავდივარ სამსახურში და შეირჩება თავის მეგობარ ძიძასთან ერთად. საღამოს ბრუნდები, ისე ვხვდებით ერთმანეთს და მერე იწყება მეორე დღეზე ზრუნვა, ფიქრი და მომზადება. მე ესე თავიდან. შაბათ-კვირას ყოველთვის აუცილებლად ვცდილობთ, რომ გავიდეთ ქალაქიდან, ან სოფელში წავიდეთ, ან რა ვიცი, რამე სხვა დავგეგმოთ. ვცდილობთ, რომ გავერიდოთ ხოლმე ამ ყოველდღიურობას. რა არის ის მთავარი, რაც გასწავლეს შიომ და მასთან ყოველდღიურმა ურთიერთობა? პირველი რაც მასწავლა არის მოთმინება. პატარა-პატარა ძალიან მცირე რაღაცების შემჩნევა და იმით გაბედნიერება. რასაც სხვა არ მიაქცევდა ყურადღებას ჩვეულებრივ გარემოში, ან არც მე არ მივაქცევდი ყურადღებას, ან ამ ხელა მნიშვნელობას არ მივანიჭებდი, აი ეს პატარ-პატარა გადადგმული ნაბიჯებით, ასე ვთქვათ, ტკბობის უნარი გამომიმუშავა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა შორის არა მარტო შიოსთან ურთიერთობაში. აი მასწავლა სამაგიეროდ ეს, აი ამის გააზრება და მე ყველაფერში რაღაცა რაც არ მომწონს და რაღაც ცუდი ხდება ხოლმე მარტო შიოსთან არა, აი ეს მირთვება თავისით სამაგიეროდ და რაღაცა საპირისპიროდ ამის საპირწონე კარგი რაც ხდება, იმის დანახვა მასწავლა პირველ რიგში და ძალიან მადლიერი ვარ ამის. რა დაკარგე და რა იპოვე ამ გზაზე? დაკარგვით ბევრი რაღაც დავკარგე. ბევრი ვინმეც დავკარგე, მაგრამ ამ გადმოსახედიდან ამას უკვე დანაკარგს აღარ ვეძახი. არ მინდა ამაზე დაწვრილ მანება, მაგრამ შიოს წყალობით იმდენი ადამიანი ვიპოვე, აი იმდენ კარგ რაღაცას გადავაწყდი, რომ რა ვიცი, ალბათ რო არა ეს ყველაფერი ამდენ დადებით ადამიანს ალბათ ვერ შევხვდებოდი, რომლებსაც მართლა ეხლა უკვე წამყვანი როლი აქვთ ჩვენს ცხოვრებაში. და მათ გარეშე მართლა რა ვიცი, ძალიან გაგუჭირდებოდა. როდის მიხვდი პირველად, რომ ამ გზაზე რეალურად მარტო იყავი? ესე ერთბაშად არ მივხვედრიო, არ სიმართლე რომ გითხრა, ეს წეღანაც თქვი რაღაცნაირად აი ნაბიჯ გამოვიდა, ესე რომ აი ერთ დღესაც ნელ-ნელა გავიაზრე უფრო სწორად ეგ, აი იმდენად პროცესთან ერთად მოვიდა ეს ყველაფერი, რომ ერთბაშად არაფერი არ ყოფილა და ხანდახან მართლა მგონია, რომ ზუსტად ეს არის მიზეზი იმის, რომ რაღაც აი ძალიან დიდ შფოთვებში არ გადავეშვი. ეხლა არც ისე არ მინდა გამომივიდეს, რომ რაღაც ძალიან მარტივად წავიდა ყველაფერი, რა თქმა უნდა, არა, რა სისულელია განსაკუთრებით პირველ ეტაპზე, როცა ბავშვიც არ მყავდა თან, აი არ ვიცი,
თვალები დასიებული და გადმოტრიალებული მქონდა. ყველაფერზე მეტირებოდა, ყველა შესაძლო სცენარი მქონდა წარმოდგენილი და რა ვიცი, დასახული გონებაში, მაგრამ დრო ჭირდება მართლა ყველაფერს, გააზრებასაც, გადაფასებასაც, რაღაცების მიღებასაც და ესევე ვერ გავიხსენებ, როდის იყო ის წამი, ის წუთი, როცა მივხვდი, რომ მარტო ვარ, მაგრამ მარტოობაც ძალიან შეფასებითია რა. შენ ალბათ გულისხმობ იმას, რომ შიო მამის გარეშე იზრდება, ხო? მაგრამ იმდენი ადამიანია ჩვენ გარშემო და იმდენი მონაწილეობას იღებს. დაწყებული ოჯახით, არა მარტო ჩემი ოჯახით, შიოს მამის ოჯახით ძალიან გვერდში გვიდგას, ამის არ აღნიშნა ძალიან არასამართლიანი იქნებოდა. დედაჩემზე არაფერს აღარ ვიტყვი, ვინც მიცნობს და მას არ იცნობს, მათაც ყველამ კარგად იცის, რა როლი აქვს მას ჩვენს ცხოვრებაში. პლუს ჩემი არაჩვეულებრივი მეგობრები, ასევე კოლეგები, რომლებიც არაჩვეულებრივი მეგობრები არიან ასევე და მართლა ჩემი მეორე სახლი და ოჯახია ჩემი სამსახური, ამას ყოველთვის ყველგან ვიტყვი და ძალიან ამაყი ვარ ამით. იმიტომ რომ შიოს დაბადებიდან დღემდე სხვადასხვა ეტაპები გავიარე მე ჩემს სამსახურში და სხვადასხვა ხელმძღვანელობაც და არც ერთ ეტაპზე არ მქონია ის განცდა რომ რაღაც ვინმე გვერდით არ მიდგას პირიქით ყოველთვის და სხვათა შორის ძალიან დამეხმარა ეს ყველაფერი ის სამსახური რომ არ იყოს ძალიან გამიჭირდებოდა რაღაცებზე გონების გადართვა, გათიშვა და ასე შემდეგ. ძალიან მადლიერი ვარ მოკლედ და არ ვთვლი რომ მარტო ვარ. ამ ყველაფრის გამო. ძალიან კარგი. ახლა ამ წამს ამ სტუდიაში რას გრძნობ ამ ყველაფერზე ხმამაღლა რა საუბრობ? ძალიან გაკვირვებული ვარ სიმართლე რომ გითხრა და უცნაური შეგრძნება არ წარმომედგინა არასდროს, რომ რაღაცა ესე დავჯდებოდი, თუნდაც შენთან ერთად, ან ვინმესთან ერთად და ეხა ამ რაღაცებზე ვისაუბრებდი, მაგრამ ალბათ საჭიროა და ამიტომ მეც უარი არ ვთქვი და მადლობა რომ მითხარი კიდევ ერთხელ. რას ეტყოდი მშობელს, რომელმაც დიაგნოზი სწორედ დღეს გაიგო? პირველ რიგში იმას, რომ არ დაკარგოს დრო. არ დაკარგოს დრო ლოდინში, შიშში და არ ჩავარდეს რაღაც ტრაგიზმში, იმიტომ რომ ამას არაფერი არ მოაქვს და დრო არის ყველაზე ძვირფასი და მართლა რაღაცა ოქროს სტანდარტი ალბათ, რომ დრო არ უნდა დაიკარგოს ასეთ დროს, როცა ბავშვს აქვს გარკვეული შეფერხებები და მართლა წამყვანია ის ადრეული ინტერვენცია, რასაც თქვენ ყოველთვის განმარტავთ და ხაზს უსვამთ. რას ისურვებდი, რომ მაშინ ვინმეს ეთქვა თქვენთვის? ყველაზე მეტად იმას ვისურვებდი ეთქვათ, რომ მედიცინა ეხა ისეთ კონდიციაშია, რომ ეს არაფერი არ არის და რაღაც 1-2 პროცედურას გავაკეთებთ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც სხვასთან ტიპური შემთხვევაში. მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ მომისმენია და მაინც კიდევ შორეულ პერსპექტივად რჩება რაღაცები, იმიტომ რომ შენ კარგად იცი, რომ ერთადერთი ინსტრუმენტი დღეს, ასე ვთქვათ, არის მხოლოდ თერაპიები და სხვა უბრალოდ რაღაცა როგორ ვთქვა, ფორმულა არ არსებობს, რომელიც ყველას ერთნაირად წაადგება და ყველასთვის იმ მაქსიმალური შედეგის მომტანი იქნება, რაც მშობელს უნდა და ვიტყოდი ბავშვებსაც ამ წლებმა ძალიან კარგად დამანახა ის, რომ როგორი მდგომარეობის ბავშვიც არ უნდა იყოს, აბსოლუტურად იგივენაირი განცდები აქვთ, იგივენაირი ემოციები აქვთ. ვიტყოდი, რომ შეიძლება უფრო მეტიც, იმიტომ რომ განსაკუთრებულ სითბოს და სიყვარულს ეძებენ და გასცემენ თვითონ. ასე რომ, წეღან რომ მკითხე, რა გასწავლაო, ამის და მეხვეც მასწავლა. ზოგჯერ შეიძლება ადამიანი ვერ საუბრობდეს, არავერბალი იყოს, მაგრამ თვალებში რომ შეხედავ, ყველა ემოცია იკითხებოდეს და შენგან ის ყოველთვის ელოდება თანასწორ მოპყრობას. არავის არ ჭირდება შეცოდება სიბრალული და ვაიმე და შვილო შენ ეს როგორ დაგემართა და შენ ამას არ იმსახურებ. ვიცი, მაგრამ არ მინდა ეს სიბრალული და ცოცხლად დატირება.
ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ იმ პატარებსაც, იმ პატარების დიდებსაც ისე შევხედოთ, ისე შევხვდეთ და ისე მივიღოთ, როგორც ჩვეულებრივ სხვა ადამიანებს. რა შეცდომებისგან დაიცავდი მშობლებს, რომლებიც ახლა იწყებენ ამ გზას? ყველას თავის გამოწვევა აქვს, ახლა ნამდვილად არ მინდა რაღაც ისეთი ჭკუის დამრიგებლური მაგრამ ტონი რჩევა. მქონდეს, მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია გაფილტრა ვისწავლოთ. ანუ უამრავი კეთილის სურველი შემოდის ამ დროს, უამრავ რაღაცას მოისმენ, უამრავ რაღაცას აი დამაიმედებელსაც და ისეთსაც, რომ აი რაღაც რო გიჭერს ყელში. მაგრამ აი დავიცავდი ზუსტად იმ არაფრის მომცემი და ესე როგორ ვთქვა, აი ფუჭი საუბრებისგან, რომელიც მრავლად ხდება ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში, აი თუნდაც უბრალო გამვლელისგანაც, არ ვიცი რა დააძლევენ ხოლმე ამდენ სუფლებას თავს, მაგრამ ხო, აი ბევრია რა. მე უბრალოდ ვისწავლე ამ წლების განმავლობაში რა შემოუშვა და რა არა. ვერ ვიტყვი, რომ არ უნდა მოусმინო სხვას პირიქით. ყველასგან შეიძლება რაღაცა ამოკრიბა, მაგრამ აი ეს ფილტრაცია უნდა შეძლო რა. რა გჭირდება და რა არა. და ბოლოს, თუ შევერ დღეს ამ ჩანაწერს მოусმენს, რას ეტყობ? პირველ რიგში იმას, რასაც ყოველდღე მეუბნები, რომ ძალიან მიყვარს და ის არის სამყაროს ცენტრი ჩემთვის. მე იმას ეტყოდი, რომ არის უძლიერესი ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი შეძლო თავისთვისაც, ჩემთვისაც, არის საოცრად შრომის მოყვარე და ძალიან ბევრი რაღაცის გადამტანი, ასე რა ვთქვა. აი გამძლებიჭს ვეძახი ხოლმე რა. არ ვიცი, მართლა ამოუწურავია მისი რესურსები, ძალიან ბევრს უძლებს და მჯერა, რომ რაღაც შედეგს, აი წეგან თქვი ფუჭი იმედები ვახსენე, არ მინდა რომ რაღაცა ისეთი მეებში გადავიჭრა, მაგრამ მგონია რომ შედეგებს დავდებთ. თუ ამ 7 წლამდე ისე მოვედით, რომ ეხა ესე ვართ, ჯერა რომ უკეთეს შედეგითაც ალბათ დავდებთ და რატო? მახსოვს ძალიან ბევრი ექიმის მოსაზრება მისი თავის ტვინის სურათთან დაკავშირებით. და დღევანდელი მისი კლინიკური მდგომარეობა აბსოლუტურად არ შეესაბამება იმას, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო. ეგრე იყო ნამდვილად. ფრანგი ნევროლოგი იყო ჩამოსული და ჩვენი ნევროლოგი, რომელიც ასევე ჩვენი ფაქტობრივად მეგობარი და ოჯახის წევრია, მასთან თანამშრომლობს, ასე რა ვთქვათ, ხშირად ჩამოყავს ხოლმე და ნუ ერთ-ერთ ჩამოსვლაზე აქ ბავშვებს სინჯავს და აი ვერაფრით ვერ იჯერებდა ისიც, რომ აი ის მახსოვს რამდენჯერმე ძირს დამასმევინაშიო და ალბათ თავისით თუ წამოდგებოდა. ვერ იჯერებდა ვერაფრით, რომ აკეთებ. ხო. ნამდვილად შეუძლებელი შეძლო მისმა ტვინმაც ჩვენც ყველამ ერთად და ჯერა რომ ამ გზას რაღაც ფინიშამდე მივიყვანთ. აუცილებლად და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს ყველაფერი გაგვიზია. მადლობა შენ და წარმატებები. მადლობა. ასევე დიდი მადლობა ჩემს მაყურებელს, რომელმაც ბოლომდე მიყურა. ველოდებით თქვენს უკავშირს კომენტარებში. გთხოვთ გამომიწეროთ მომავალ შეხვედრამდე.